გადაცემის ქუდი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეს გახლავთ გადაცემა სტუმრად ბოსტანში დეისაძესთან. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ქეთათო. როგორ ახარ ქეთათო? იცი რა, მინდა რომ ბოსტნეულად თავი არ ვიგრძნო რა კი ვარ ბოსტანში, მაგრამ კარგად ხარ. ალვის ხე ვარ. ბოსტანში ბოსტნეულებში რომელი გიყვარს, რომელი ბოსტნეული ყველაზე მეტად? ავოკადოს თუ ჩათვლი ბოსტნეულად მიყვარს ავოკადო. სტაფილო? დიდი სტაფილო, ესეთი გრძელი. ბოზო. You motherfuckers bitch. ბოზო. მოდი, ირაკლის დაბადების დღეა, ძალიან მაგარია. 54-ის გახდა და ჩვენ ულოცავთ მთელი კოლექტივიდან, მთელი მაყურებლები ყველა. მე შემიძლია თამამად თქვა, რომ ერის სახელით ულოცავ ირაკლის დაბადების დღეს. მოგდა, მაგრამ ჩვენ გულებში ცოცხალია, მაგრამ ეგეთი სიკვდილი ბევრ მაინატროს, თუ როგორცაა ნათქვამი, არა? ვიდრე რომ ხვალ რაღაც ღონისძიებები იმართება ქალაქის მასშტაბით და მეც ვაპირებ რამდენიმე ადგილას დაპატიჟებული ვარ, მივიდე დაუკრა ირაკლის ერთი რამდენიმე სიუყე და მე წამოვიდე. მაგებინა მეც რო დავესწრო. ერთად ჩამოვიაროთ და გადავრიოთ, ავაჭორავთ. ჩვენზე ხო ხმები დადიოდა რომ თითქოს ერთად ვიყავით და რაღაცე. უფრო ერთად ვისთან უნდა ვიყავ, პროსტა ჩემი გულის ვარდი ხარ. ვარდი ხარო და დღეს რეპავ და აი ადრე რო გადავიხეთ და იმ სიმღერს რაღაცა ტატატატა ტისკი, რა თქმა შენი მოწოდებული დისკი თუ რაღაცა ტისკი. მინდა ვისკი, როგორ მომწონდა იმედაძე კრისტი. იუპიო და ნანა მაგას დღეს რეპავდა, ძალიან სასაცილო იყო. მაგარია ხო და ჩვენ გქონდა ლექსი, ჩვენ სექსი არ გქონია. ამაზე იყო ჩემ მიმართ შეკითხვები და ყველა მეკითხებოდა რომ როგორ იყო და მე ვიძახდი რომ ქეთათოს და მე არ გვიტყნაურია არასოდეს. სულ მეკითხებოდნენ ვიღაცები და რაღაცა. ანუ იმათ აინტერესებთ შენ. მოდი შენ გეკითხე. თინათინი მოსულა დეისაძე, ჩემი მეუღლე მოსულა ამასობაში. მოდი რა ხდება გეკითხებით. ჩვენ საუბრობთ ამ შემთხვევაში კიდე რამდენიმე თემას შევეხები. შენ ხარ ძალიან აქტიური აქციებზე ხედავ ხოლმე, სადაც მეც გამოვდივარ. რეაქცია, ერექცია, ფიქცია, დიქცია, იურისდიქცია. აქციებში ყველაზე მეტად რომელი გიყვარს? ერთი წამ გეტყვი რა, აი ჩემი თავის წეულა, ეხავე გეტყვით, აი ვისაც არ გიყვარვართ, რომ ეხლა уже под 40 меня და ცოტა ხანში აი 50 წელს რომ მიუკაკუნებ მე თუ კიდე აქციებზე ვივლი და თუ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრობ, რომ ისევ მე უნდა ვიარო აქციებზე, აი ესე თავს მოვიკლავ. მოდი აქცია მიაროს ჩვენთან, არ ჯობია, ვიდრე ჩვენ მიაროთ აქციებთან. არა ხო, მაგრამ რაღაცა იცი რა, შეიძლება ვიღაცა არ ვიცი ვინ აწყობდეს, მაგრამ ის იმდენად ჩემთვის აქტუალურ თემას ეხებამ, რომ თავს ვალდებულად ვთვლი ხოლმე, რომ უნდა წვიმაში, ღვარცობში უნდა წავიდე ვიდგე. ოღონდ ძალიან დავიღალე და იმედი 10 წლის მერე ხოდი დადგებიან და თავის ღირსებებს დაიცავენ და დაიცნევიან და დაიმსხვრევიან და იქნებათ ყველაფერი. არა, ღმერთმა გთანს რომ არ დაიმსხვრენ და დაიცნევენ. ღმერთი მარტო ვერაფერს ვერ იზამს, ჩვენ თუ არ წავეხმარეთ ცოტა ქვემოდან, თუ არ უჯიკეთ, ღმერთი მაგას ვერ გაწდება. ცოტა უნდა თუ არ წავეხმარეთ, ღმერთი ცოტა ჩვენი. ისეთი წახმარებული ვარ, რომ წახმარებული. იმ დღეს მაგარი წახმარებული გნახე ისე გალერეში. გვიან რო შევედი. იმის მერე, რა ქვია, ვანიკოს ქორწილის მერე. მაგარი წახმარებული იყავი. წახმარებულები ვიყავით. მთელი თბილისი არის წახმარებული, ჩემო მეგობრებო, დადიან და ესე ვაფშე არც ერიდებათ იცი. ქუთაისელი აიმენა. და ეს ქუთაისელი Snoop Dogg-ი ესეც კავც გამოყურე. თავზე აბაე ხა. იცი რა, ეხლა ვნახე ლადო ბურდულის კლიპი გამოვიდა, თუ ვნახე King Lado ეს და ლადოს მუსიკა მომწონს აი 90-იანი წლების მუსიკა ძალიან. ხო და რა უნდა შენ რას ფიქრობ ვაფშე? ანუ რა უნდა მე კი ვიცი, რავით რომ ლადოსთან მე ლადო მაგრამ ევასება ლადო იმენა ძმა ხო და რამე სუშვებს თუ დღეს მეფობან გლები იქ ამბობს რომ მეფეები მეძახიან იმპერატორს და ვის გულისხმობს შენი აზრით? ლადოს მეფემ გაუმარჯოს რა. ხო და ეგა რაღაცა ის არის პატარა მაფიაა ხო მან ალტერნატივაში. ლადოს მეფემ გაუმარჯოს. მეფე თუ მკვდარია ვინ არის
ვინ არის ცოცხალიო? დასვა კითხვა ქეთათო, აბა ვინ ხარ ცოცხლები? დამენახეთ. დამენახეთ, აბა. ეს იყო ქეთათო, ჩემო მეგობრებო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ეს გახლავთ გადაცემა სტუმრად ბოსტანში დეისაძესთან. მომავალ შეხვედრამდე. გასარგებელი შეიძლება ნახოს ქართულმა ფეხბურთმა. გასპროვიდან რატომ მართლა მიკროფონს? Nothing personal.